ადამიანები ტაძარში რომ მოდიან ხოლმე, ვეუბნები ესეთ რამეს, აი შენ რატომ მოხვედი ტაძარში? აი რა გინდა? აი მოხვედი ეკლესიაში. რა სითხო ამ ეკლესია? რისთვის მოხვედი აქ? რა გინდა აქ? სამსახური დაკარგე? სამსახური შონა გინდა იშოვი ამ სამსახურს. მეთი გაშოვნე სამსახურს, მაგრამ შენ ეკლესიიდან უეჭველი წახვალ, იმიტომ რომ შენ მოხვედი, იმიტომ რომ სამსახური გეშოვა. და როგორც კი იშოვი ამ სამსახურს, მაშინვე დატოვებ ეკლესიას. მაგრამ სამსახური თუ ვერ იშოვე, მაინც წახვალ ეკლესიიდან, იმიტომ რომ მოხვედი აქ, მარხვა დაიწყე, იმარყვა და რაღა გიდა ამ ეკლესიაში. არ მოგეცა ეს სამსახური. ჯანმრთელობა შეგერყა? მოხვედი, იმიტომ რომ განეკურნა ამ დაავადებისაგან და ამ სენისაგან, განეკურნე ამ სენისაგან, შენ მაინც წახვალ ეკლესიიდან, იმიტომ რომ ის რის გამოც მოხვედი ეკლესიაში, ის შენ აგისრულდა უკვე. განეკურნე უკვე, დამთავრდა შენ ეს კურნება, გაიწმინდი ამ ყველაფრისაგან და წახვალ, იმიტომ რომ შენ სხვა მიზანი ეკლესიაში ყოფნის არ ქონია. განკურნების მოხვედი. და აუცილებლად დატოვებ ეკლესიას. არ განიკურნე, მაინც წახვალ ეკლესიიდან, იმიტომ რომ რა გინდა ამ ეკლესიაში, რომელმაც შენ ან გაკურნა. ანუ ფიზიკური შენი დაავადება მაინც არ აღმოიფხრა. მაინც წახვალ ამ ეკლესიიდან. ანუ თავარი მიზანი რა არის ადამიანის ეკლესიაში მოსვლის? ერთადერთი მიზანი უნდა ქონდეს ადამიანს, როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის. შენ უნდა გინდოდეს, რომ ღმერთი შეიმეცნო. შენ უნდა გინდოდეს, რომ საკუთარი თავი დაუკავშირო ღმერთს. უნდა ამოიცნო და უნდა გაიგო ვინ ახარ და რა ხარ. აი ვინ ახარ შენ საერთოდ, ვინ ახარ? რა ვინა ჩაიხედე სარკეში, მარტო ეგ ახარ, რასაც სარკეში ხედა, ეგ ადამიანი ხარ? იმის იქით არაფერი არა ხარ? რასაც სარკეში ხედა, ამ ცხვირს, თვალს, წარბს, ეგ ადამიანი ხარ? თუ ამაზე მეტი ხარ, ამაზე სიღრმისეული, ამაზე უფრო მეტი, ამაზე ღრმა ხარ, სული გაქვს, ღვთის ხატება და მსგავსება ხარ, ამაზე დიდი ამ ცხოვრებაში რა უნდა იყოს? რაც შენ ახ შეხო, ღვთის ხატება და მსგავსება შექმნილი ადამიანი ხარ. გავხარ ღმერთს? ემსგავსები ღმერთს? ხშირად ვეუბნები ხოლმე, ჩემს სახლობელს ხოლმე, აი აღსარების თემასთან დაკავშირებით, როცა მეუბნებიან, აი მამო აღსარებას ვერ ვაბარებ, როგორ უნდა ჩავაბარო აღსარება? იცი აღსარება როგორ უნდა ჩააბარო? შენ თავს უნდა შეხედო ქრისტესთან. აი შენ რო იქცევი, ქრისტე ესე მოიქცეოდა? აი აღსარებას როგორ აბარებ? მაგალითად აი როგორ ექცევი დედას? აი შენ ადგილზე რო ქრისტე იყოს, დედას ესე მოექცეოდა? აი ესე აკადრებდა დედას, როგორც შენ აკადრებ, ახლა დედას ესე ხმას უბრუნებ ამ შეუბოს ანიმე. ესე მოექცეო დედას? შენს ადგილზე ქრისტე ესე მოექცეოდა თავის მეუღლეს, ესე მოექცეოდა ძმას, ესე მოექცეოდა დას ქრისტე რო იყოს, ესე მოექცეოდა თანამშრომლს ქრისტე, ესე მოექცეოდა მეგობრებს ქრისტე, ესე დაუწყებდა ყვირილს და წიულს ქრისტე ადამიანს. როცა აქედან აქ ამ საზომიდან უყურებ საკუთარ თავს, რომ ხვდები რომ შენ ჯერ ქრისტესთან არაფერ შეხებაში არ ხარ. აი შენ რომ ქრისტე რომ მღვდელი იყოს, ესე მოიქცეოდა შენ როგორც იქცევი? ესეთი უტიფარი იქნებოდა, ესეთი უხეში იქნებოდა, ესეთი უზრდელი იქნებოდა? აი ქრისტე რომ მღვდელი იყოს ახლა, ესეთი გამკითხველი იქნებოდა? სხვის ცხოვრებით იცხოვრებდა ქრისტე? თუ თავის მღვდლობაზე იფიქრობდა, რომ რამხელა ძღვენი აქვს შესაწირი, რამხელა სახურება აქვს სატარებელი, თუ ამას ჩაუღმავდებოდა ქრისტე. და ჩვენი აღსარებაც აქ უნდა გამოდიოდეს. სხვის ცხოვრებით კი არ უნდა ცხოვრობდეთ. საკუთარი თავი უნდა გავზომოდა, ქრისტეს თვალებით უნდა დაუწყოთ საკუთარ თავს ყურება. ეს რომ დაინახო, ქრისტე უნდა გაიცნო კარგად. გუშინ მეუფე ეფრემთან ვიყავით, გუშინ წირვაზე, ქვეშში ტაძარი 15 წელი შესვლა და ტაძარი გაიხსნა და იქ ვიყავით წირვაზე და მეუფე ჩემთვის არის მართლა საოცარი ეპისკოპოსი, ერთ-ერთი გამორჩეული, მადლობა გმო ჩვენს ეკლესიას. ძალიან ბევრი გამორჩეული ეპისკოპოსი ყავს და მეუფე ეფრემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპისკოპოსია. თავის ცხოვრების წესით, თავის იწმინდით, თავის რაღაც ერთგულებით სამშობლოს ღვთის მიმართ და გუშინ საუბრობდა ამაზე, რომ წარმოიდგინეთ, თავარი გზა რა არისო, აი როგორ ვხვდები თუ ამასო, ვინაა გზა? ქრისტე ამბობს სახარებაში, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ ცხოვრება. ამ გზაზე დგახარ, ამ გზაზე მე ვყვებოდა გუშინ. ამ ქრისტეს გზაზე დგახარ? როგორია მე ქრისტეს გზა? ქრისტეს გზა ძალიან ვიწრო და ძალიან ეკლიანი. ესეთი მარტივი არ ესეთი ფართე გზა და დროს ტარებით ამ გზაზე ვერივლი ამ გზაზე. ამ გზაზე ამ ფართე გზით ვერ გავივლი, ესე ვერ გავივლი. ჩვენმა ერმა ეს გზა რო აირჩია, ეს ქრისტეს გზა რო აირჩია, ჩვენმა ერმა ეს გზა რო ავირჩიეთ, თელი ცხოვრება და ქართველები ამისკენ რომ მოდი, ამიტომაც ამდენი ტანჯვარო ამერის მიმართ. ჩვენ ცხოვრებაში ავიღოთ ადამიანი, რომელიც ქრისტეს გზას აირჩევს, ხო? ესე მარტივად ეს გზა არ იქნება. ამერს ეს გზა აქვს არჩეული, ამიტომაცაა სულ ყევები და ჯაჯგური რო არის ამ ქვეყანაშიო. სულ რომ ეს არის, სულ რომ გაჯაჯგურებენ და გვანგრევენ, სულ იმიტომ რომ ამ არავის არ უნდა ჩვენ რო ქრისტეს გზაზე ვიდგეთ. არავის არ უნდა რომ ქრისტეს მცემები სრულდებოდეს, მაგრამ ამ გზაზე მაინც დადგება, ეს ერთად გასკიდევაც ესერი ამ გზაზე და ამ გზაზე უნდა იდგეს. მე ქრისტე რას ამბობს? მე ვარ კარი. ერთადერთი კარი ვარ მე. თუ ადამიანი ჩემს მიერ არ შევა ამ კარის ასწვეულში,
ვერავინ ვერ შევა, სხვა კარი არ არსებობს. სხვა მხრიდან ესე ვერ შემოვლი და ვერ შეხვალ.